მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მომენატრეთ ძალიან დიდი ხანია არ ვჩანდი, ვერ ვახერხებდი ჩაწერას გარკვეული მიზეზების გამო, ახლა დავბრუნდი და გადავხედე თქვენს კომენტარებს. მოთხოვნა იყო, რომ გამეშალა ანანობს თუ არა თავის საქციელებს პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი და მოდი ვნახოთ აბა. ნანობს თუ არა თავის საქციელებს თქვენი პარტნიორი. ჯერ გავიგოთ ვინ არის, რას წარმოადგენს თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე, თქვენ კი მოდუნდით, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი, ვინც გნებავთ, ან თუნდაც შეიძლება არ იყოს პარტნიორი და ვინმე მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვისთანაც გავხდეთ ესეთი სიტუაცია და გაინტერესებთ, ნანობს თუ არა თავის საქციელებს თქვენთან დაკავშირებით, როგორც მოიქცა. გავიგოთ აბა, ვინ არის თქვენი პარტნიორი. რას წარმოადგენს, ვინ არის თქვენი პარტნიორი. მეგობრებო, თქვენი პარტნიორი საკმაოდ ისეთი სხვათა შორის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, გონებამახვილი, ძალიან ბრძენი. შინაგანად შეიძლება იყოს ძალიან ემოციური, მაგრამ ესე გარეთ არ გამოხატავს ამ თავის ემოციებს. აი პირადად თქვენ მაგალითად არ გაჩვენებდათ თავის ემოციებს და ძალიან ესე გიზოგებდათ, რასაც ქვია, ცოტას გამოხატავდა თქვენს მიმართ, რასაც გრძნობდა რეალურად იმხელა ემოციას, სინამდვილეში ამ ყველაფერს არ გამოხატავდა და ძალიან ესე მართლაც გიზოგებდათ და აი მანიპულირებდა თითქოს ამ ყველაფრით. ადამიანი საკმაოდ დიდი მანიპულატორია, როგორც წეგამთქვი, და თუ თქვენთან იყო ასეთი სიტუაცია, რომ არ გასცემდა ადამიანი თქვენს მიმართ ძალიან ბევრ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს, ემოციას არ გაჩვენებდათ, ეს თქვენზე არის, ანუ თქვენს პარტნიორზეა ეს გაშლა და მაშინ უყურეთ. ესეთი არის თქვენი ადამიანი, მაგრამ რეალურად ანუ ძალიან ემოციური, ძალიან ცეცხლოვანი, ენერგიული, აი ესეთი ტიპია. შინაგანად. სამწუხაროდ გარეთ ესე არ გამოხატავს ამ ყველაფერს. კარგი, აბა ვნახოთ, ნანობს თუ არა იმ საქციელებს, რაც თქვენთან მოიმოქმედა და გააკეთა. რის გამოც თქვენ სავარაუდოდ ეხლა არ ხართ ერთად, ან თუ ხართ, რაღაც აღარ გაქვთ ისეთი კომუნიკაცია. და ამიტომ გაინტერესებთ, ნანობს თუ არა თავის საქციელებს. გავიგოთ აბა, ნანობს თქვენი პარტნიორი თავის საქციელებს, როგორც მოიქცა თქვენთან? ჯერ თავიდან დავიწყებ იმით, რომ ხვდება, რომ აი ამ ყველაფერმა გამოიწვია მასში ყველაფრის შეცვლა და ნგრევა. აი რაღაცა რომ მიდიოდა და უშუალოდ ესე მიჩვეული იყო თქვენთან იმას, რომ არ გამოხატავდა, ცოტას გასცემდა, მანიპულირებდა, მაგრამ თქვენ მაინც მასთან იყავით, მიჩვეული იყო ამ ყველაფერს და ახლა რაღაცა შეიცვალა, აღარ ხდება, აღარ დაბრუნდით მასთან, ან არ ვიცი რა მოხდა, დავაზუსტებ ახლა უფრო კონკრეტულად, ამ ყველაფერმა მასში საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვია. ნახოთ აბა, ნანობს თუ არა იმ საქციელებს, როგორც იქცეოდა თქვენთან.
ტარო ჯერ რასაც მაჩვენებს, ამას გეტყვით, რომ ეს ადამიანი საკმაოდ რთულად ანუ გაყინულია რაღაც ერთ ადგილზე და არის აი რაღაც მოლოდინში შეიძლება თქვენც გელოდებათ, რომ როდის გადადგავთ ნაბიჯებს, ძალიან თვითონ არის ძალიან დაფარული. არ უნდა რომ როგორც წეღანა უღნიშნე, რატომაც არ აქვს სურვილი, რომ თავისი შინაგანი ემოციები ვინმემ დაინახოს და ახლაც იგივენაირად არის, ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ არ უნდა რომ დაინახოს ვინმემ ეს ყველაფერი და არის რაღაცის მოლოდინის რეჟიმში. თუმცა ფიქრობს რაღაც ნაბიჯები, რაღაცის მოქმედებას ფიქრობს, მაგრამ ჯერ მაინც ელოდება, ალბათ თქვენ გელოდებათ, რომ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯები. შეიძლება ადრე ასე ხდებოდა, თქვენ დგავდით ხოლმე პირველი ნაბიჯებს და ამიტომ გელოდებათ ახლა ის თქვენ. თუმცა ალბათ როცა მიხვდება, რომ თქვენ უკვე აღარ დგავთ ნაბიჯებს, მერე უკვე დაიწყებს რაღაცის მოქმედებას. თქვენს მიმართ მაჩვენებს ტარო, რომ საკმაოდ ესეთი ემოციები აქვს და აი რაღაცა თითქოს ძალიან ახლობლად აღგიქვავთ. კიდევ ვკითხოთ, აბა, ნანობს თუ არა თავის საქციელებს თქვენს მიმართ? შეიძლება ითქვას. თუმცა თავის თავთანაც არ აღიარებს ამას, მაგრამ რაღაც დოზით უშვებს. აი ძალიან გაურებული ადამიანია რაღაცნაირად. ხვდება და ნანობს კიდეც, მაგრამ არ აღიარებს ამ ყველაფერს. არ უნდა რომ აღიაროს თავის თავთანაც და რაღაცნაირად დამნაშავედ იგრძნოს თავი ამ ურთიერთობაშიც და შეიძლება ზოგადად ნებისმიერ სიტუაციაში არ უყვარს, როცა დამნაშავედ გრძნობს თავს. და თუმცა აღიარებს იმას, რომ თქვენი ახლანდელი საქციელი საკმაოდ სამართლიანია მის მიმართ. და ამიტომაც ფიქრობს, რომ თვითონ გადმოდგას რაღაცა მცირედი ნაბიჯი მაინც. ან მოგწეროთ სოციალურ ქსელში ან რამე ისეთი, ან ვითომ შემთხვევით შეგხვდათ ქუჩაში და უი გამარჯობა რაღაც ესეთი შემთხვევითობას მიაწეროს ეს ყველაფერი. აი ესეთი ნაბიჯებით ცდილობს, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს მართალი და გამარჯვებული თქვენთან ურთიერთობაში. რაღაცა აი ისეთი დაფარული ადამიანია, რომ ზუსტად არ მეუბნება იმ მდგომარეობას, რაშიც ეხლა არის და მაინტერესებს სხვა დასტats ვნახავ. ნანობს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი. მოდი ჯერ გავიგოთ უთქვენოდ როგორ არის. დავამატებ კიდევ კითხვას. როგორ გრძნობს თავს უთქვენოდ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? როგორ გრძნობს თავს უთქვენოდ? მეგობრებო, ხო, აი ამ დასტამ უფრო ზუსტად მაჩვენა და აქაც იგივე სიტუაცია მიჩვენა, რომ არის მოლოდინის რეჟიმში. თან უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ თან ჯერ თქვენ გელოდებათ და უთქვენოდ არის ძალიან ცუდად. ვიღაცებს ღამის უძილობები აქვს, კოშმარებს ხედავს, ან კოშმარებიც არა, პრინციპში შეიძლება ხედავს იმ ძველი სიტუაციები ესიზმრება თქვენი ბედნიერი როცა იყავით ერთად და ისედაც სულ მოგონებებშია თქვენს მიმართ. თუმცა ამ წუთას აი ესე ბედნიერად დინებას მიყვება და გონია რომ აი ეს თავისი ქმედება, რომელიც მოისაზრებს უმოქმედობას, რომ არაფერი არ გააკეთოს თქვენთვის, რეალურად მაინც რაღაცა სიკეთეს მოუტანს.
კარგი. მოდი აბა რეალურად კი ნახეთ ისედაც, რომ არ აღიარებს თავის თავთან, მაგრამ ნანობს ადამიანი. აშკარად ფაქტია, ცუდად არის, ესე იგი ნანობს. მაგრამ არ აღიარებს ისეთი ამაყი და ისეთი ტიპია, რომ თავის თავთან არასდროს აღიარებს ამ ყველაფერს, რომ ნანობს და რაღაცა თვითონ შეეშალა. მოდი ვნახოთ რჩევა ტაროსგან. თქვენთვის რას გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში თქვენ? როგორ უნდა მოიქცეთ? რას გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? პირველ რიგში გეტყვით, რომ არ ვიცი, ადრე თუ იყავით ძალიან გამცემი, ძალიან ემოციური, ყველაფერს გასცემთ ემოციას, სიყვარულს, ყურადღებას. ეხლა შეიძლება ასეც ხართ, მაგრამ ვინც არ ხართ, უნდა გახდეთ აი ასე, ხმლები უნდა დაიკავოთ, რასაც ქვია, და უფრო გონება ჩართოთ. და უკან გადაწიოთ ამ ადამიანთან, ყოველ შემთხვევაში უკან უნდა გადაწიოთ ემოციები, მეტის გაცემა და როცა დაბრუნდება თქვენთან, დააკვირდით რას მოიმოქმედებს და ზუსტად იგივე გაეცით თქვენს, რასაც ის გასცემს, იგივე ან იმაზე ნაკლები გაეცით თქვენს. კაი. მოდი რჩევა ვნახოთ ტაროსგან კიდევ. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რას გირჩევთ კიდევ ტარო? აი, რაც ახლა ვთქვი, ზუსტად იგივე. ყურეთ, ანუ როგორც წაღან ვთქვი, ახლა იგივეს აღარ გავიმეორებ. უკან დატოვეთ თქვენი ემოციები და დაიწყეთ ცხოვრება უფრო გონივრულად, ახალი ფურცლიდან და უფრო გონივრულად და დააკვირდით ადამიანებს, ვინ რას გასცემს თქვენს მიმართ და არ გასცეთ იმაზე მეტი, ვიდრე იღებთ. მით უმეტეს ამ პარტნიორთან, ჩვენ ვკითხულობთ რეალურად ამ პარტნიორთან, ხო, როგორ უნდა მოიქცეთ და პასუხი არის ეს, რომ არ გასცეთ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა იმსახურებს. აი. გამომიცვიდა ერთი წუთით მეგობრებო. აი, ესენი გადმომიცვიდა და თქვენს ხმლების დედოფალი ამოხვდით და ეს თქვენი პარტნიორიც ხმლების მეფეში ამოვიდა და ასევე ყურეთ, აი წაღან როგორც თქვი, ეს თქვენს პარტნიორს უკვე ჩართული აქვს გონება. ან მოკლედ ტარო გირჩევთ, რომ ეს ადამიანი როცა დაბრუნდება აი ესეთი ხმლებით, უფრო ცივ ენერგიებში, აგრესიულად, რაღაცა ისე, ხო? ან და ტარო გირჩევთ, რომ თქვენ არ დახვდეთ აი ესე ხელგაშლით და მე როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდი და რა ბედნიერი ვარ და ერთი ამბებით არ დახვდეთ. თუ გინდათ რომ თქვენ ამ პარტნიორთან, თუ მაინც ეს გინდათ რომ მასთან იყოთ და გინდათ რომ გაგრძელდეს ისე მასთან ურთიერთობა, თუ ასე გინდათ, მაშინ თქვენს უნდა იყოთ აი ესეთ ცივ ენერგიებში. სხვანაირად არ გამოვა მასთან ურთიერთობა. ყოველთვის დაიტანჯებით და ყოველთვის გექნებათ რაღაცა დანაკლისის შეგრძნება. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ესეთი. ანუ არ გასცემს ბევრს და თუ თქვენ ესეთი თავშეკავებული იქნებით და მას ექნება თქვენი დანაკლისი, ასე თქვათ, და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იქნებით მისთვის, მაშინ შეიძლება გამოვიდეს თქვენ შორის რაღაცა ესეთი სასიყვარულო
დადებითი ჯანსაღი, შედარებით ჯანსაღი ურთიერთობა. ნაცია. ხო, ანუ ამ ადამიანთან თუ მაინც და მაინც ეს ადამიანი გინდათ, მაშინ ასე უნდა მოიქცეთ. თუმცა აი კიდევ ეს ამოვიდა მასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი კიდევ რაღაცა არჩევანშია, კიდევ მოლოდინშია, არ იცის რა გააკეთოს. აი ძალიან ჩამოუყალიბებელი პიროვნება რაღაცნაირად და ну, მოკლედ საკმაოდ კარგი რჩევა იყო ტაროსგან. რაც შეეხება ამ პიროვნებასთან ურთიერთობას. მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, გვპირდებით, რომ აღარ დავიკარგები ასე. ხშირად შეგახსენებთ ხოლმე თავს, ხშირად ჩაგიწერთ ხოლმე ვიდეოებს. დროებით წარმატებულ და კარგ დღეს გისურვებთ.